მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვექნება დღის ვლოგი და შევძლებ რომ განვახორციელოთ ჩემი დიდი ხნის იდეა, რომ ვიცხოვრო ერთი დღის განმავლობაში ისე როგორც ჩემს გამომწერებს სურს, ანუ Instagram-ზე დავსვამ კითხვებს და დავუჯერებ ჩემს გამომწერებს თითოეულ მათგანში. ვართ ახალ სასტუმროში, რომელიც არის Hilton-ის ახალი პროექტი, როგორც ვიცი, Hilton-ი, ესე ქვია, იმედი მაქვს რომ სწორად ვამბობ და არის ჩემი ულამაზესი ქალაქის საოცარი ხედი. დილით ადრე გავიღვიძე, ინეს გავაღვიძე რა, ყურთან ჩავურთე რამდენიმე მუსიკა და გაიღვიძა შემთხვევით. და მოკლედ, ეხლა ავდგებით და წავალთ საუზმეზე და რამე გემრიელს შევჭამთ. Let's go! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი გამომწერები მომცემენ უფლებას, რომ დილით დავლიო ყავა. იმიტომ რომ ყავის გარეშე ჩემი ცხოვრება არ არსებობს და ეხლა მინდა ორგანიზმი მთხოვს. ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ შევძლებ ყავის დალევას დილით. ანუ საუზმე დიდად არ მაღელობს. ან მარილიანიც ოკეი არის და შაქრიანი საუზმე ჩემთვის ძალიან ნორმალური საუზმე არის, მაგრამ ყავის გარეშე ცხოვრებაც არ წარმომიდგენია. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგანაც მარილიანის საუზმის გარეშე არ დავრჩი, ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორც ცილების მოგროვებელ ადამიანისგან, რომ დღის განმავლობაში ადეკვატურ რაოდენობა მივიღო და საუზმე მე ძალიან მიყვარს. კვერცხისგან ავაწყე თებში, ნახოთ კიდე რა შეიძლება რომ დავამატო და შემდეგ უკვე დესერტისთვის მოვიფიქრებ, იმ ვაფლებს იმედი მაქვს რომ ხმას მიცემთ, რადგანაც უგემრიელესი არის და სხვათა შორის, როგორც ვიცი, ამ სასტუმროს ერთ-ერთი დამახასიათებელი არის ეს უგემრიელესი ვაფლი, რომელსაც დღეს აუცილებლად გავსინჯავ. იმედი მაქვს. მართლა ვერ წარმოიდგენთ, ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ეს ფინჯანი ყავა, იმიტომ რომ მართლა დამოკიდებული ვარ ჩვეულებრივ ყავაზე, დღის განმავლობაში 3-4 ჭიქას მაინც სვამ და დილა ჩემთვის ყავის გარეშე არ არსებობს, ამიტომ საერთოდ ბევრი ვიფიქრე იმასთან დაკავშირებით, გამეკეთებია თუ არა ეს კითხვა თქვენთვის და დამეწყო თუ არა ამ კითხვით ამ ვიდეოს გადაღება, რადგანაც ყავას თუ არ დავლებდი, არ ვიცი როგორ წარიმართებოდა ჩემი დღე, ბედნიერად, ყოველ შემთხვევაში ბედნიერი დილა არ იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ყავის მირთმევა დილა უთენია. რაც შეეხება საუზმეს, დიდად არ განვიცდი საუზმეზე რას მივირთმევ, იმიტომ რომ ხასიათის მიხედვით ვარ ძირითადად, ეხლა სიმართლე გითხრათ, დიდად არც მშია, მაგრამ გამიხარდა თქვენი არჩევანი, რომ მომესწრეთ საშუალება მივირთვა მარილიანი კვერცხიანი საუზმე, რადგანაც შეგახსენებთ, რომ კვერცხი ძალიან კარგი პროდუქტია და კვერცხიანი საუზმე ზოგადად საუზმეების საუზმეა თქვენი ჯანმრთელობისთვის, ამიტომაც თუ გიყვართ კვერცხი, ამაში თავი არ შეიზღუდოთ და მიირთვით. ზოგადად ვერ ვიტყუროთ ცოტა ვჭამ, კარგი გემრიელად მჭამელი გოგო ვარ, დღეს უბრალოდ არ ვიყავი დიდად ჭამის ხასიათზე, ამიტომაც გეტყვით რომ კვერცხი მეც მივირთვი. 1.5 გულები ამოვიღე და გადავყარე, ზოგადად გულები ძალიან მიყვარს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ კვერცხი მთლიანად მივირთვათ, მაგრამ ამჯერად რადგანაც მინდოდა რომ ცილა მიმეღო ზოგადად, ესე მოხდა. პურიც 1.5 ჭამე კარგთან და ყველთან ერთად და ეს დარჩა ჩემი მარილიანის საუზმიდან და ეხლა ეს ცოტა გვერდით გავწიოთ. ძალიან გახარებული ვარ იმ შედეგით, რაც ჩემმა გამომწერებმა შეარჩიეს. მოკლედ, როგორც მივხვდით, თქვენ მე ძალიან კარგად მიცნობთ, როგორ შეიძლება რომ Hilton-ში იყო და ვაფლი არ გასინჯო, იმიტომ რომ, როგორც იცით, ეს სასტუმროს არის განთქმული და ასოცირებული ვაფლთან. ეს არის როგორც ტკბილ საუზმეთან შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ სოსისებთან და ასე შემდეგ. ასევე, რა თქმა უნდა, ვაფლი შეიძლება რომ გამოიყენოთ როგორც დესერტი, ჩვენ შემთხვევაში არის ტკბილი. სხვა ხილით გაფორმებული და ძალიან გული მწყდება რომ არ ვიყავი ვალენტინობის პერიოდში აქ მოსული, რადგანაც სხვადასხვა ფერის ვაფლებია და ვალენტინობის დროს იყო წითელი ფერის. თუ სასტუმროში დასვენება თქვენ არ მოგინდება, შეგიძლიათ რომ უბრალოდ შემოხვიდეთ პირველ სართულზე, შეუკვეთოთ და დააგემოვნოთ, იმიტომ რომ არის სპეციალური რეცეპტით დამზადებული უგემრიელესი და ნამდვილად საფირმო, რომელიც ისეთია. ეხლა ჩვენც შევჭამოთ. არის საოცრად რბილი. შემდეგი რამ, რასაც ჩემი გამომწერები გადაწყვეტენ ჩემ ცხოვრებაში არის, რას ჩავიცმევ დღეს. ან გავიბრანჭებით ცოტა კლასიკურად ჩავიცმევ, ან ყოველდღურად ელასტიკებს ამოვიცმევ და გავარდები. როგორც იცით, ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად
რაღაც კლასიკურად გადაღებებზე ან რაიმე სახის შეხვედრებზე ან ღონისძიებებზე ვიცნობ ხოლმე, ესე ყოველდღიურად კაბებს არ ვიცნობ განსაკუთრებით, მაგრამ დღეს თქვენ გადაწყვიტავთ რითი მიმოძრავებ. გადაწყდა კლასიკურად ჩაცმა და გადავწყვიტე მარტივად, რაც გუშინ გადაღებაზე მეცვა, ეგ ჩამეცვა და ესეთი ტანსაცმლით მართლა არასოდეს გავსულ ვარ სახლიდან. უბრალოდ ძალიან კლასიკურიც არ გამოვიდა, იმიტომ რომ ეხლა მაღლებს ვერ ჩავიცმევ ნამდვილად და ესეთი საერთო ლუკითაც დაგენახებით. ესეთი შრიალა გრძელი კაბა, რომელზეც ბევრი ადამიანი ჩემი დაქალები მეუბნება, რომ გიხდებაო, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ გრძელი კაბები მიხდება. პიჯაკი, რომელიც მართლა ძალიან ლამაზია, ესენი არის შეძენილი. მაღაზია მარისიაში, ესე ქვია, ბათუმში მდებარეობს და მართლა შესანიშნავი ნივთები აქვთ. გავიკეთებ ჩემს ყოველდღიურ ჩანთას და არ ვიცი, ხა თქვენ შეაფასეთ, ეს შეიძლება ჩაითვალოს კლასიკურ ტანსაცმლად თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვინც ჩემი ყოველდღიური სტილი იცით, ალბათ მიხვდებით, რომ ეს არის მაქსიმუმი, რითიც შემიძლია რომ ესე ქალაქში მიბოდიალო და თავი კომფორტულად ვიგრძნო, ამიტომაც წავედით. ჩემი მანქანა, რომელიც ჩემი 6 თვიანი ძალიან რთული მუშაობის შედეგად მოვიპოვე, დავიმსახურე და შევიძინე. მობრძანდით. პირველ რიგში გავივლით ინასთან და შემდეგ მივდივართ რაღაცების საყიდლად და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს გამომწერებს აქვს საუკეთესო გემოვნება და ჩემზე უფრო უკეთ შემარჩევინებთ რა მიხდება და რა შევიძინო. ვფიქრობ, რომ რაიმე მაისური, იმიტომ რომ რადგანაც ჩემი აზრით ზევით რაღაცები არ მიხდება, ყოველთვის უფრო მეტი მაქვს რაღაცა კაბების შარვლები და ასე შემდეგ და არ მაქვს ლამაზი გამოსაპრეჭი ესეთი კარგი ზედები. მაგრამ ეხლა მივხვდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა ზომას. თავარია რომ გქონდეს, ამიტომაც დღეს შევარჩევთ რაღაც მაისურებს რა, ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ არ მაქვს რაღაცა გასაპრეჭი ზედები და თქვენ შევარჩევინებთ და დარწმუნებული ვარ, რომ მაგრად და თან ის რა არის ყველაზე მეტად ღადაობა. რეალურად ეხლა რასაც ვდებ ამ შეკითხვებს, ანუ არ იცით თქვენ ინსტაგრამზე რა ხდება, ანუ რატო ვაკეთებ ამ გამოკითხვას და საერთოდ ჯამში მგონი რომ ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვა და ვინც მიიღეთ ამ გამოკითხვაში მონაწილეობა, თქვენთვის ალბათ საინტერესო იქნება რას დააწეკით და რეალურად რა მოხდა თუ რაღაც. ამიტომ let's go, წავედით. ნახეთ ხო გადაიღე წინ რა სილამაზე არის. ეს არის ბათუმი. აქ დავიბადე მე, აი ამ საავადმყოფოში დავიბადე სხვათა შორის. აქ გავჩნდი, შესად გაჩნდი. ალბათ იქ ფერიაში. ჩემი ცხოვრება თუ აინტერესებს ხალხს? მე არ მეინტერესებს. რავი 250,000 გამომწერი მე მყავს და შენ? რა მყავს ნახიდი ერთ ლარს გადავიხდი შენი აზრით რამეში? არასოდეს. არ მიცნობდე მაინც. არის 5 ლარზე მეტი მე. ხო, იმიტომ ვიყიდე მანქანა გენაცვალე. ხა სახაში ვიყიდი. ვაიმე ხო. ანუ ციციბურაზე და წყალზე ვიყავი 6 თვე და ვიყიდე მანქანა და ვაიმე ვინც შეგროვება არ იცის იმათ მაიკითხოს, თორემ მე კი ვარ აგერ გამოჭიმული. ხო და გენაცვალე წელს კიდე ვიმოგზაურებ სხვადასხვა ქვეყნებში და დამცინე, შენ რო ცხოვრობ მილიონერი ვით და არიანი არ გაქვს შეგროვებული. მე გვაქვს შეთანხმება, ჯავახ არემონტებს ბინას და კი შემომთავაზე კიდეც რომ მე შენ რასაც მოაგროვებ მანქანისთვის მოაგროვე და დააჭირს მე დაგიმატებო, მაგრამ არ დამჭირდა ამ ჩემი მეუღლის თანხის დამატება და სხვათა შორის მოდი გულწრფელები ვიყოთ $200 ნამდვილად დამიმატა. მართლა დამაკდა $200 დამიმატა, რაც დამაკდა უთხარი და დამიმატა. უფრო მეტიც რომ მეთქვა, უფრო მეტიც დამიმატებდა. უბრალოდ ანუ მინდა რომ მალე მორჩეთ რემონტს, ხო, ნუ ეხა არ არის ჯერჯერობით იმდენი თანხები, მაგრამ შე ყველაფერი წიგვა, კაც ორივე მუშაობს და გვექნება იმდენი ფული რა უკეთესი მანქანა მიყიდოს და ეს დღეს დადგება დარწმუნებული ვარ. ხო და ზუსტადაც ისე უნდა იცხოვრო ადამიანმა რომ ლაპარაკში გადაგიხადან თანხები. მე ვსწავლობ, ვიღებ განათლებას, ვავითარებ ჩემს გონებას, რომ ჩემი ლაპარაკიც ვიღებდეს. რა გავაკეთო? მოვწონ ვარ ხალხს და ვუყვალ ვარ, მეც მიყვარს ხალხი. შენ რო კაცმაძულე ხარ. მაგიტომაც არ ხავს ბევრი გამომწერი, რომ გძნობს ხალხი რომ გეზიზღება და მე მიყვარს ჩემი გამომწერები ყველაზე მეტად. ჩემი უახლოესი ადამიანები არიან, ოღონდ ამას მართლა ვგრძნობ, იმიტომ რომ მათი დამსახურებით მე ის ცხოვრება შევქმენი, როგორც მინდა. როგორ შეიძლება რომ უმადური ვიყო? ზუსტადად ჩემ გამომწერებზე დგას ნატაშა, მისი გამომწერები რო არ არსებობდეს. ვინ ვიქნებოდი და რა ვიქნებოდი? დღეს კაცმა არ იცის. ჩემი გამომწერები რო არ არსებობდეს, მე ვერ ვიქნებოდი ფინანსურად დამოუკიდებელი, იმიტომ რომ როდესაც მე დავიწყე ამ საქმის კეთება, მაშინ არც მუშაობდი, არც ვსწავლობდი და მოკეთ
მომეცა საშუალება რომ ვიყო თავისუფალი და ბედნიერი. ძალიან კარგი ადგილი არის ამ ულამაზესი თეთრი კაბის. ამინდი რა თქმა უნდა. ამ ულამაზესი თეთრი კაბის შესაძლებლად, მაგრამ რას ვიზამთ? ხვალ მივდივარ სახლში, ამიტომაც ფარდებს აუცილებლად უნდა გავუარო. აი ოჯახის ქალად რო დაიბადები, ესეთი არის ცხოვრება, მაგრამ მე არაფერს არ შევცვლიდი. არ ვიცი, არჩევანის გაკეთება პირადად მე ნამდვილად არ მინდა, იმიტომ რომ ეს წითელიც უზომოდ მომწონს და ასევე ყავისფერსაც გაჩვენებთ ეხლავე. როგორ გამოიყურება? აი ესეთი არის ყავისფერი. იმის და მიუხედავად რომ წითელი კორსეტი მაქვს, ესეც მომწონს, იმიტომ რომ სხვანაირი დგომა აქვს და არის მოკლედ ძალიან ლამაზია. თავიდან მეგონა რომ უფრო მეტად გამომწვევი და ისეთი ვულგარული იქნებოდა, რადგანაც აქ ლანდავდა, მაგრამ ვფიქრობ რომ საერთოდ არ არის მსგავსი არაფერი აქ. ეხლა ჩავიცმევ ყავისფერსაც და ვნახოთ რომელი მოეწონება ჩემს ინსტაგრამის გამომწერებს უფრო მეტად და ის წამომყვება სახლში. მოვირგე ყავისფერი მოდელიც, გემრიელი ბათუმური ყავაც მივირთვი და თქვენი შედეგებით ცნობილია. ძალიან კონკურენციას უწევდა წითელი ფერი, მაგრამ მაინც ყავისფერმა გაიმარჯვა. ვფიქრობ რომ ძალიან ლამაზია და ზოგადად ყავისფერი ფერი მე ძალიან მიყვარს, მაგრამ რაღაცნაირად ჩემს გარდერობში ბევრი არ არის, ამიტომაც იმას ვეკითხა, ძალიან გამიხარდა ეს შედეგი. გონი ულამაზესია, ტანზეც ლამაზად მადგას და ვფიქრობ ბევრი საინტერესო ლუკის აწყობა შეიძლება ამ კონკრეტული ერთეულით. რაღაცნაირად ცოტა უცხო არის რა. ჯინსებსაც მოუხდება, უფრო ღიას აღოთ ვფიქრობ, ამას არ უხდება დიდად. თეთრ შარვალსაც და არ ვიცი, თქვენი გადაწყვეტილებით ამან გაიმარჯვა, ამიტომაც ალბათ ეს უფრო მიხდება ვიდრე წინა ერთეული. მიყვარხართ, ვაგრძელებთ. აი სად ჭამს ინა. ინამ არჩევანი არ დამიტოვა, არ უკითხავს, უბრალოდ შაურმები ვიყიდეთ. და შაურმა არ მიჭამია, მართლა არ ვიცი რამდენი ხანი და ჩემი დაქალები ჩემზე მოქმედებენ ცუდად, მე ეს მივხვდი. იმიტომ რომ ნანუჩია და დრო ვნახავ უეჭველი სვამ, ინაა და რო ვნახავ არაჯასაღად ვიყვებები, ისევ მარტოყოფნა ჯობია. კიდევ ერთხელ გამართლა ჩემი მოლოდინები და რა თქმა უნდა გაიმარჯვა ჩემი ცოლის დაქალებმა და მიხარია. დღევანდელი დღე რომ საერთო ჯამში შევაფასოთ, ვფიქრობ რომ კიდევ ერთხელ დამტკიც და ის რომ გამომწერები და კონტენტ კრეატორი ერთმანეთს ძალიან გავს და ეს კონტაქტი რომელსაც მე ამდენ ვსაუბრობ არ არის ესეთი შემთხვევითი. მე ვფიქრობ რომ მე და ჩემი გამომწერები ერთმანეთს ძალიან ვგავართ ყველაფრით. გემოვნებით, შეხედულებებით, ცხოვრების სტილით, იმ სურვილებით, ინტერესებით და მიზნებით, რაც მე მაქვს, მგონია რომ ჩემი გამომწერების უმრავლესობა რაღაცა მაინც აქვს ჩემთან საერთო, ანუ რაღაცით მაინც ვგავართ ერთმანეთს. ყოველ შემთხვევაში მე ვცდილობ, რომ თქვენი დღე გავახალისო, როდესაც რაღაც გემრიელს მიირთმევთ, ჩართოთ და უბრალოდ რთული სამუშაო დღის შემდეგ დაისვენოთ და ზედმეტ რაღაცებზე არ იფიქროთ, უბრალოდ ისიამოვნოთ. უყუროთ ჭამის დროს, როცა თქვენი შვილები დაიძინებენ და ნებისმიერ დროს, როცა მოგინდებათ რომ რაღაც საინტერესო გოგოშკურს და ისეთ ჰაეროვეს და მარტივს უყუროთ. ეხლა მე და ინა ჩავირთავთ ჩემი ცოლის დაქალებს, ვუყურებთ და თქვენ კი დაგემშვიდობებით. მიყვარხართ, კოცნით ბევრს და გისურვებთ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობას. სწორედ ეს საერთო ინტერესები იწვევს იმას, რომ ერთმანეთს ვუყურებთ, რანაირად მიღებ მომწერებს, არ ვკიდივარ და რა გინდა? ღმერთო ჩემო, ინა კიდე მიმტკიცებს იმას, რომ თქვენ ეს ვიდეოები კიდიეთ და დაწერეთ გეხუწები კომენტარებში დაუმტკიცეთ ინას, რომ თქვენ არ ვკიდიეთ, ანუ დაუწერეთ უბრალოდ ინა, ჩვენ არ ვკიდია.